გზებზე ნაგვის დაყრასა და პირუტყვის გადაადგილებაზე კონტროლი მკაცრდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც გზების დანაგვიანებისა და სხვა გარემოსდაცვითი წესების დარღვევის გამოვლენასა და მათზე რეაგირებას უზრუნველყოფს. მთავრობის განმარტებით, ცვლილებების მიზანი გზების სისუფთავის და უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. ახალი სამსახური გზებზე ცხოველების გადაადგილების პრევენციაზეც იმუშავებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით სამსახურში 25 ადამიანი დასაქმდება. მათი სახელფასო ფონდი თვეში 120,000 ლარი იქნება. დამატებით, ყოველწლიურად 300,000 ლარი დაიხარჯება საწვავზე, ხოლო 350,000 ლარი ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვაზე. სამსახურს დაახლოებით 6,000 კილომეტრის სიგრძის გზების ქსელის მონიტორინგი მოუწევს. ცვლილებების მიხედვით გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს უფლება ექნებათ გამოავლინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, შეადგინონ შესაბამისი ოქმები, განეხილონ საქმეები და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კანონდამრღვევებს სანქციებიც დააკისრონ. საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ 21 საუკუნეში ტექნოლოგიების ეპოქაში მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად ახალი სამსახურის შექმნა აუცილებელი არ არის. ის საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებს და ამბობს, რომ გზებზე უსაფრთხოების რისკების, მათ შორის პირუტყვის გადაადგილებისა და სხვადასხვა სახის დარღვევების პრევენცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაცილებით ეფექტიანად არის შესაძლებელი. მესხიშვილის მტკიცებით, გზების ტექნოლოგიური სისტემით აღჭურვა საწყის ეტაპზე ერთჯერად ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მრავალწლიანი ეფექტი აქვს. ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს და მონიტორინგის პროცესს უფრო ეფექტიანს ხდის. იმისთვის, რომ მაგალითად ჩქაროსნულ მაგისტრალებზე ეს სამსახური პირველ რიგში გულისხმობს ჩქაროსნულ მაგისტრალებს, ხო, იქ არ მოხდეს ნარჩენები, დაბინძურება, ასევე არ მოხდეს პირუტყვი გზებზე და ასე შემდეგ, ხო? წყდება როგორც წესი ინფრასტრუქტურულად. ანუ ადამიანები კი არ წყვეტენ მიდიან ადგილზე და მერე დაუშვათ მისდევენ, ვინც ნარჩენი დააგდო, ან პირუტყვის პატრონს ეძებენ, ხო, რომ დააჯარიმონ და ესე აღარ წყდება. თანამედროვე მიდგომებით პირველი ის, რომ პირუტყვი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა შინაური თუ მათ შორის გარეული ცხოველიც არ უნდა მოხდეს გზაზე. ანუ ის თუ გზაზე მოხდა, უკვე აზრი არ აქვს არანაირი სამსახურის რეაგირებას, ხო? იმიტომ რომ თუ მოხდა უკვე საგზაო შემთხვევა შეჯახება. ანუ ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, რომ უკვე მოხდა გზაზე შინაური თუ გარეული ცხოველი მათ შორის. არამედ ის, რომ ვერ მოხდნენ ეს ცხოველები. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა. ამისთვის საჭიროა იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს. ხო? ინფრასტრუქტურულად ისია გადაწყვეტილი და ისია გზები დაცული, ჩქაროსნული მაგისტრალები, რომ იქ შინაური ცხოველი ვერ ხვდება. ხა ჩვენ ხშირად ვახსენებთ მხოლოდ შინაურ ცხოველს. შეიძლება იყოს გარეული ცხოველიც. ხო? ისე უნდა იყოს გზა დაცული, რომ აქ არ ხდებოდეს ცხოველების შემთხვევით თუ გააზრებულად თუ ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ერთი საკითხი. რაც შეეხება ნარჩენების საკითხს, ან დანაგვიანებას, ან გადაყრას, ან ასე შემდეგ, ესეც შეიძლება უკვე დისტანცირებულად შესაბამისი აღჭურვის შედეგად ჯარიმების გამოვლენა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები იმ დონეზე მივიდა და იმ დონეზე დაიხვეწა, რომ აღარ საჭიროებენ დამატებით კადრების მოძიებას, მათ დატრენინგებას, რომ ადამიანებს ესე იგი ხელფასებს, საბიუჯეტო დანახარჯებს, ანუ ერთხელ შეიძლება გაიღოს სტრუქტურამ საბიუჯეტო დანახარჯი, მოაწყოს ეს სისტემა და ამ სისტემამ თავად აკონტროლოს ნებისმიერი სახის დარღვევა. ძალიან ცოტაღა არის დარჩენილი ისეთი დარღვევები, რომლის გაკონტროლებაც და რომელზე რეაგირებაც შეუძლებელი შეიძლება იყოს ტექნიკის გამოყენების გარეშე, ან მაგალითად კამერების, ან ინფრასტრუქტურულად. ხო, ანუ ინფრასტრუქტურითაც, ტექნიკური აღჭურვითაც იგულისხმება ამ შემთხვევაში გზების მაკონტროლებელი სისტემები უზრუნველყოფს თითქმის სრულად ნებისმიერი სახის კონტროლს. ამიტომ ამისთვის ახლა დამატებითი ხალხი, კადრი, მომზადება, ასე შემდეგ, ხო, ჩემი აზრით არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დგას. ანუ საკითხი ესე უნდა დავაყენოთ. გადაჭრის კი პრობლემებს ან გამოწვევებს უპასუხებს? გამოწვევებს თუნდაც ეგ რაოდენობა თანამშრომლებს ვერ უპასუხებს. და სრულად თუ გვინდა რომ
სისტემა იყოს დაცული, ჩქაროსტული მაგისტრალზე იყოს უსაფრთხოება დაცული და ასე შემდეგ, ეს უნდა უზრუნველყოთ ინფრასტრუქტურულად და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. როგორც ხელისუფლება განმარტავს, ამ დრომდე სხვადასხვა უწყებას შორის პასუხისმგებლობები მკაფიოდ არ ნაწილდებოდა, რაც რეაგირების პროცესს ართულებდა. რადგან 25 კაციან სტრუქტურას დაახლოებით 6000 კილომეტრი გზის მონიტორინგი მოუწევს, კითხვები ჩნდება ამ სამსახურის ეფექტიან მუშაობაზე. ახალი სამსახურის შექმნა ბიუჯეტს წლიურად დაახლოებით 2.100.000 ლარი დაუჯდება. შეძლებს თუ არა 25 კაციანი ჯგუფი ქვეყნის მასშტაბით 1000 კილომეტრი გზის ეფექტიან მონიტორინგს და გაამართლებს თუ არა ეს ხარჯი მოლოდინებს, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა მთავარი კითხვა უცვლელია. მივიღებთ თუ არა უფრო სუფთა, მოვლილ და უსაფრთხო გზებს, თუ კიდევ ერთ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც რეალური შედეგის ნაცვლად მხოლოდ ბიუროკრატიას გაზრდის.